ევროკომისიის 9 დათქმა 8 პუნქტმა შეცვალა. ქართული ოცნების მიერ მიღებული კონკრეტული კანონების გაუქმება, საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა. ამ და კიდევ 6 პუნქტის შესრულებას მოითხოვს ბრიუსელი თბილისისგან. ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის წერილის ადრესატი ვახტანგ მახარობლიშვილია, ევროკავშირში საქართველოს ელჩი. წერილში თბილისს თხოვენ განახლებული ინფორმაციის მიწოდებას კომისიის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე. სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე ევროკომისიის მომდევნო ანგარიშში განხილული იქნება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმები. წერილში ნათქვამია, რომ ხელისუფლების მიერ შესაბამისი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის 2025 წლის იანვრიდან ევროკავშირმა შეაჩერა უვიზო გადაადგილება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისათვის. ევროკომისიის დირექტორატი აცხადებს, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად საქართველოს ხელისუფლებისგან მოელიან კონსტრუქციულ პასუხს და ყველა საჭირო ზომის მიღებას. ბრიუსელის გარდა ქართული ოცნების მისამართით კრიტიკა ისმის ლონდონიდანაც. ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი სტივენ დაუთი ამბობს, რომ მაგიდაზე ბევრი ვარიანტია. ამბობს იმასაც, რომ დიდი ბრიტანეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ევროკავშირთან თბილისის გაუარესებულ ურთიერთობებზე ისაუბრა საქართველოში გერმანიის ელჩმაც. პეტერ ფიშერი განმარტავს, რომ გამოსავალი მხოლოდ საქართველოს ხელშია. 2024 წლის დასაწყისიდან საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქვეყანა სწრაფად შორდება ევროკავშირს ყველა ფუნდამენტური მიმართულებით. საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან და გერმანიასთან ღრმა კრიზისს განიცდის. არ ვარ დარწმუნებული, რომ არსებობს გამოსავალი, თუმცა ვფიქრობ, ამ მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ საქართველოს ხელშია. ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან ჩვენ ვიყავით საქართველოს სანდო პარტნიორები. ვისურვებდით, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდეს, თუმცა თუ კი საქართველოს ისურვებდა კვლავ ჩვენი პარტნიორი იყოს. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია არის პრივილეგია. ის დამოკიდებულია კონკრეტულ მოცემულობებზე. ჩვენ შევხედავთ და მოусმენთ საქართველოს ხელისუფლების პასუხს ევროკომისიის მოთხოვნებზე და ამის მიხედვით გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს. ქვეყანაში მიღებულია სამოქალაქო საზოგადოებისთვის რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის წესებს. არ გვინდა სანქციების დაწესება, მაგრამ ჩვენ ვიყენებთ სანქციებს მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უნივერსალური უფლებების სტანდარტებისა და ადამიანის უფლებების შეთანხმებების საფუძველზე, რომლებსაც საქართველომ თავად მოაწერა ხელი. ჩვენ უკვე გამოვიყენეთ სანქციები ადამიანის უფლებების დარღვევისთვის და ამას მომავალშიც გავაკეთებთ, თუ საჭირო იქნება. კაცრი გაფრთხილებების მიუხედავად ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას საფრთხე არ იმუქრება, რადგან პარტია ევროკავშირის საკანონმდებლო წესებს სრულფასოვნად იცავს. მე და ჩემი კოლეგები ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება საფრთხე არ ემუქრება და კიდევ ერთხელ ეს ჰაერზე მოტანილი სიტყვები არ არის. ჩვენი რწმენა ეფუძნება იმ მათ შორის რეკომენდაციებს, რომელიც და იმ სამუშაო პროცესს, რომელიც ჩვენ ყოველთვის გვქონდა ხოლმე ევროკომისიასთან. და ჩვენ ასეც გავაგრძელებთ, ჩვენ გუშინაც ვახსენე, ამ წერილს რა თქმა უნდა შევისწავლით, გავაანალიზებთ, ნახავთ რა შეიძლება გაკეთდეს, დამატებით რა შეიძლება გააკეთოს, მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რა შეიძლება გააკეთოს იუსტიციის სამინისტრომ და სხვა უწყებებმა იმისთვის, რომ ევროკავშირის არც ერთ წევრ სახელმწიფოს არ ქონდეს იმისი განცდა, რომ უვიზო რეჟიმის გამოყენება შეიძლება ბოროტად იყოს გამოყენებული ეს სისტემა, როდესაც ევროკავშირი საქართველოსგან ითხოვს რომელიმე კანონის გაუქმებას და ზეპირად იქ წერილში არანაირი თარიღი არ არის მითითებული, ზეპირად დაასახელეს 31 აგვისტო, შევახსენოთ, რომ პარლამენტი ოფიციალურად მოქმედებას, მუშაობას იწყებს 2 სექტემბრიდან. ამიტომ ფიზიკურად ამ კანონების გაუქმება, ფიზიკურად რომც იყოს ამისი ნება ვერ მოხდება. თუ უვიზო რეჟიმი მართლაც შეჩერდება, ოპონენტები პასუხისგებლობას ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილს აკისრებენ. მის პასუხისგებლობაზე საუბრობს 40-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც წერს, რომ ევროპული ღირებულებები ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი არჩევანია. კარგავთ არა მხოლოდ ევროპის პერსპექტივას, არამედ კარგავთ ქართული ოცნების პირობებში იმ მონაპოვარსაც, რომელიც ათწლეულების ბრძოლით არის მოპოვებული და რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის უვიზო მიმოსვლა და ის სიკეთეები, რაც მიუხედავად პოლიტიკური პოზიციისა, რომელ ბანაკშიც არ უნდა იყო, ყველასთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღევანდელი ოცნება ფისოსა და ორბანის დახმარებით ევროკავშირში იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ ოღონდ თვითონ არ დასანქცირდნენ ადამიანები, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში კორუმპირებულები არიან ხელისუფლებაში და დასანქცირდეს ქართველი ხალხი. მე მოლოდინი არ მაქვს იმის, რომ ოცნებაში ეხლა ვიღაცას გონება გაუნათდება და საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებს დააყენებს წინ, ვიდრე საკუთარი პირადი ინტერესებს და საკუთარი ფულის წინ ქართულ ხალხს დააყენებს. სამწუხაროდ ოცნებამ დღეს ამ მოცემულობამდე მოგვიყვანა. გახდა ცხადი
გუშინდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომ ივანიშვილი აგრძელებს პერსონალური სანქციების თავის არიდებას ორბანის გამოყენებით და ასანქცირებს ქართულ ხალხს. საფრთხის წინაშე აყენებს უვიზო მიმოსვლას და შესაძლებელს ხდის, რომ 3 მილიონი ქართველი დასანქცირდეს იმის გამო, რომ მან თავიდან აიცილოს პერსონალური სანქციები და კარგად რომ გვესმოდეს, პერსონალურ სანქციებს, ანუ ივანიშვილზე სანქციების დაწესებას სჭირდება კონსენსუსი, ანუ ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა, 27-ვე წევრის და მათ შორის ორბანის, ხოლო უვიზო მიმოსვლის შეჩერებას სჭირდება მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობა და ამ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია ევროკავშირისთვის ვიქტორ ორბანის გარეშე. ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად მმართველ პარტიას ვადა 31 აგვისტოს ჩათვლით აქვს.